მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით ჩვენ მე და კიდე და კიდე უფრო მშვენიერი მარიანა. რიგით, გადავაბიჭეთ დეკადანს და გადავედით მე-11 პოდკასტს. თუმცა სანამ მე-11 პოდკასტს დავიწყებთ, აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ ჩვენს მაყურებლებს, ჩვენს მაგინებლებს, ჩვენს მაწყევართ ამავდროულად, მაგრამ მხოლოდ გინება და წევლაკრულვა იყო საკმაოდ ლოგიკური დადებითი მესეჯებიც და ძალიან კარგი არის. ანუ მთელი ამ პოდკასტის არცივს, სანამ მე და მარიანა დავიწყებდით ამ ყველაფერს, იყო ის, რომ ყოფილიყო ყველაფერი აქტუალური, ის რაც რეალურად გვეხება და ეხება ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ყოფა-ცხოვრებას და წინა პოდკასტით მივხვდით დავწმუნდით, რომ მართლაც ძალიან ბევრი აქტუალური თემაა და რაც თავარი აბსოლუტურად არანაირი მიზანი ჩემი და მარიანას ის არა რომ რაღაცა ეპატაჟი მოვაწყოთ ვიღაც თვალში, რაღაცა ქულები დავიწეროთ თუ ლაიქები და რაღაც პოპულარულები გავხდეთ ამ თემაზე. უბრალოდ სენსიტიური როა ეს აი ამ წინა პოდკასტმაც გამოაჩინა და აუცილებლად უნდა პასუხი არ უნდა გავცეთ. უბრალოდ უნდა კომენტარი თქვათ ამ ყველაფერზე და მინდა რომ მეგობრებოთ მიმართო იმ ხალხს, იმიტომ რომ მართლა არ მაქვს არანაირი შური, წყენა, რავი, გაბრაზება და იგივე პათოსი, რაც თქვენ გამოხატეთ, იმ ხალხს მიმართა, ვინც ვაგინეთა ჯვარზე გაგვაკარით და კიდე მინდა ერთხელ აღვნიშნო, რომ ლაპარაკი არის იმაზე, რომ არ ვიცი თქვენ რამდენად დადიხართ გარეთ, რამდენად გაქვთ შეხება აი ამ ყველაფერთან და რაც ხდება ჩვენს ირგვლივ და ამ სოციალურ სიდუხჭირესთან, ხო? ყოველ ფეხის ნაბიჯზე რო ურნასთან ადამიანი არის გადაშვებული და იქ-ექება ბავშვებს როცა შეიათ და არ ვიცი აი ესეთი წინა პოდკასტის ამ ფაზით დავიწყეთ რომ მთელი ცხოვრება თავში გვიტანა იმას რომ გაჭირვებული ღარიბი ქვეყანა ვართ რომელსაც ანუ ხმის ამოღების უფლება არ აქვს იმაზე რომ ამ სოციალურ პრობლემებზე ვილაპარაკოთ ну რაღაცა ეს ჩვენი აზრი გამოხატოთ გაჭირვებულ ქვეყანაზე რომელსაც ანუ ამ ტიპის კლასის ხალხი ყავს. არა აქვს მნიშვნელობა მამაო იქნება, მეუფე იქნება. იქ სხვათა შორის პოლიტიკოსებზეცაა საუბარი და იმ ჩინოვნიკებზე, რომელიც აი მაზღარნის ზიან და აი ყველაფერს ისე უყურებენ, თითქოს არაფერი და ფიქრობენ იმას, საიდან რა იშოვან, ხო? თუ ვართ გაჭირვებული ქვეყანა და თუ ის რაც აღწერე რომ ბავშვები შემშილობენ და ხალხი ნაგვისუნა აღარ არის მართლა რომ რაღაც ადამიანი არის დღეს, ხო? მინიმუმ ამორალური არის, მინიმუმ რომ ვიღაცა თუნდაც იმით რომ გამომეკიდა ხალხი იმას 7 შერაიც 7 კილოვა თუ 700 გრამ. არა აქვს მნიშვნელობა. ის ჯიპი ხო არის 100.000-იანი. ყბადაღებული თემაო თითქოს ვამბობთ ამ ჯიპებზე, მაგრამ არ არის ყბადაღებული თემა, ხო? ეს რეალობა არის. და აი უბრალოდ ხო შეიძლება რომ იმ ადამიანმა პრიუსითი არის, ვიღაცა შეიძლება მომდგეს და მითხას რომ აი აჩუქეს შეწირეს. კი ბატონო, აჩუქეს და შეწირეს, მაგრამ გაყიდე რა დაუცვილო და რა ვიცი, გადაჭიქ თუ შენი კრედო, შენი ქადაგება ისა რომ გაჭირვება უნდა დავითმინოთ, აი რა ნამუსით უნდა უთხრა ადამიანს რომ გაჭირვება დაითმინო, შენ როცა რაღაცა აი ამ ტიპის ფუფუნების იმებით გადაადგილდები, რაღაცა ეგზოტარიუმები და აი არ ვიცი, ყველანაირი ფუფუნება და აი ადამიანს ეუნები, რომელიც შენი ქვეყნის მოქალაქეა და არის დღიდან დღემდე. სხვათა შორის ისეც უნდა ჩავრთო, რომ ანუ ეს ადამიანები უბრალოდ აი აბსურდსაც მინდა რომ მივაქციოთ ყურადღება რომ შენ რომელსაც გიწევს 9-დან 9-მდე შრომა რომ ლუკმაპური გამოიმუშაო რაღაც 2 კაპიკი მიიტანო სახში და უბრალოდ ადამიანის ფორმას კარგავთ ხო აი მსგავსი ტიპის ძიმე შრომაში და იმაში ის ზის არაფერს აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებს რაღაცას ხადაგებს ვისაც წამს აქ წმენაზე არ არის მეგობრებო ლაპარაკი კიდე ერთხელ ვისაც რა უნდა ისწამდეს ხო როგორც გაუხარდება წამს, არ წამს, ბუდისტი არის, რა ვიცი, მუსულმანი, ქრისტიანი, პატრიარქი უყვარს თუ მამაო თუ ის აბსოლუტურად თავისუფლები ხართ მაგაში არავის არ უეწინააღმდეგე. ის თვითონ რასაც ხადაგებს რომ გეუნებ ჭირთა დათმენაზე რომ გელაპარაკება, კიდე ერთხელ ვამბობ, მინიმუმ ამორალური არის აი ამ ხალხისგან, რომ აი მრევლმა შემომწირა, მაჩუქეს. ერთ ისტორიას ვიტყვი კიდე აი ეს ცნობილი თემა რომ არის ერთ-ერთი მეუფე, რომელსაც მანქანების სერიები ეწყება 0.1 და 0.10-მდე. და ამ კაცს ჰქონდა რამოდენიმე ხნის უკან ეს Facebook-ზე პოსტი ედო მსგავსი ბავშვთან ერთად იყო, რომელსაც ხერხემალზე პრობლემები ჰქონდა, რაღაცა ესე დგას ამ ბავშვთან ერთად და ხოლმე დავეხმაროთ აი ამ ბავშვს და
10 ჯიპი რო აი ყავს. მე მელოდები რომ დავეხმაროთ ამას გაყიდე ერთ-ერთი თუ მაინც და მაინც არ გაქვს და ის ახლა ხო კარგად ვიცით რომ მას ქეშიც და ფულის ოხრათ აქვს მაგრამ აი ესეც ხო პოზიორობაა იმ და ახლა წარმოვიდგინე ბავშვი იტანჯება ტკივილებში და ეს მეუნება რომ აი შევწიროთ დავეხმაროთ პოზიორობს იქ და ამ დროს 10 მანქანა უყენია და ოქროს ოდებზეც აუცილებლად კიდევ უნდა ვთქვა რომ არ არის არც ეგ ოქროს ოდები 100 მოკლებული და არარეალური ამასთან კიდე ერთ-ერთი მამაო გაქურდეს თუ რაღაცა რომელსაც ოქროს ოდები მოპარეს ეგეც ცნობილი ამბავია მეგობრებო მოიძიეთ ინტერნეტში აუცილებლად ნახავთ ოქროს ოდები $40,000 და ასე წარმოუდგენელია რა ანუ მე არანაირ მართლა არავის არ ვებძი მაგრამ ეს ხო ფაქტები არის და ჩვენ არ გაჭირვებულ ქვეყანაში ამაშია მთელი საქმე რომ ჩვენ ერთს რო გვიჭირს და აქ ადამიანი მე თიც მიქნევს და თვითონ უარეს აკეთებს მაშინ ანუ რა გაიხადი ანაფორა და თქვი რომ მე ბიზნესმენი ვარ მე ფულის კეთება მინდა ჩემი ეს არის ჩემი საქმე და ვერავინ ვეღარ განიკიცხავს ხო იმ ბიზნესმენს მაგრამ შენ რო სასულიერო სულიერი მამა ხარ და მე მომიწოდებ რაღაცეებისკენ და შენ საერთო სხვა რაღაცას აკეთებ აი მან ცოტა უკვე აცდენაა რა კი ამაზე იყო საუბარი, თორე 1 და 2 და შეიძლება 10-იც და 20-იც რო ძალიან სწორი ადამიანია და სარწმუნოებას მიყვება, მაგაც არ არის საუბარი. აქ ჩვენ საუბრობთ პრობლემებზე. ეს პოდკასტი, ხო, როგორც ლევანმა თქვა, დავიწყეთ სოციალური პრობლემებიდან, რომლებზეც რატომაც არავინ არ საუბრობს. ან საუბრობთ ერთმანეთში, მაგრამ არასდროს არაფერი არ იცვლება. ეხლა ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ ორი საუბარი რამეს სulis, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად მივიტანოთ ხალხამდე, რომ აი ის მინიმუმ ფიქრი დაიწყონ მსგავს საკითხებზე, რომ ის ძალიან ბევრი კომენტარი სადაც გვეუბნებოდნენ რომ რა ჩვენი საქმეა, კი, ჩვენი საქმეა, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში ხალხს ძალიან უჭირს და მართლა არ ვიცი საცხოვრობთ, გაიარეთ და როგორც დავანო თქვა, ნაგვის ურნები და 2 წლის წინ ადამიანი საერთოდ გაიყინა გარეთ ვაგზალზე, კაცი გაიყინა გარეთ, ანუ ხალხი შეერიკვდება, საცხოვრებელი არ აქვს. ლპებიან ცოცხლად, მკურნალობის თანხა არ აქვს და ამ დროს მამაოს რო 10 ჯიპი ყავს და ის 120.000-იანი ჯიპი რო ყავს ლექსუსის ბიჭო, ანუ კაი ჯიპი თუ გინდა რომ თაშია რო არ ვიცი სად თაში დადიხარ, რავი, ტრასას ვერ გაცდი, მაგრამ თუ თისთვის გინდა რაღაცა ისეთი ჯიპი იყიდე, ცოტა იაფე, ანუ 120-ის ნაცვლად იყიდე 60-იანი და ის 60 სხვას მოახმარე, გაჭირვებულს მოახმარე, მაგას აი ვამბობ. მაგას გულისხმობ რა ხო პოზიორობაა და აბა რა არის? აი მინდა რომ თქვა რა და ეს ხალხი რა, ანუ ხალხი რამ დააჩლუნგა, მაგას ვხვდები, შეიძლება ვიღაცა შეხვედრიათ, ვიღაცა კარგი ადამიანი. მეც შემხედრია ძალიან ბევრი, მაგაცი არ არის საუბარი, ისინი სამაგალითოები არიან და რასაც ამბობენ, უბრალოდ თავის საქმეს აკეთებენ კარგად რა, ეს ძალიან ცივი გონებით და საქმიანად რომ მივიყვეთ, თავის საქმეს აკეთებენ კარგად. მაგრამ ვინც კარგად არ აკეთებს, იმაცია საუბარი და რავი, რა დააჩლუნგა მასის აზროვნება, მაგას საერთოდ ვერ ხვდები, რომ რა შენი საქმეა, იმას 7 კილო ჯვარი თუ კიდია. კი, ჩემი საქმეა. იმიტომ რომ ხალხს შია და ელემენტარული მართლა პური რო ორი ლარი ხიც და იმის საშუალება რო არა აქვს და მაგაცაც განვიხილავთ რა მე სხვა პოდკასტში რომ პური 2 ლარი რა ამბავია მართლა მაგრამ ამ შემთხვევაში ვიღაც არ აქვს პურის პური და შენ 7 კილოიანი ჯვარი კიდია კი და შეიძლება მეტიც გეკიდოს ხო და აი მაგაზე იყო რა გამოხდა ეგეც უნდა განმოვცო რა კიდე რომ აი შეიძლება ვიღაცა მოგვიბრუნდეს და გითხრას რომ აი თქვენ რო ლაპარაკობთ თქვენ რა გეკეთებიათ მეგობრებო ჩვენ არ გვაქვს არანაირი ორგანიზაცია რომელიც მილიონებს მოიცავს რომელიც რო იტყვის რა იქ გამოვიდა ეს ხეთყე მინდა ეხლა და ლარათ უნდა გადმომიფორმოთ და ანუ ჩვენ მსგავსი ბიუჯეტიდან მილიონები გამომიყავით ხო გამომიყავით და მსგავსი ტიპის ორგანიზაცია არ გვაქვს ანუ აქ ორგანიზაციაზეა ლაპარაკი წამ საერთოდ არ ვეხებით რომ ორგანიზაცია რომელიც ამხელა ქონებას ფლობს რომელმაც ეს ქონება არ ვიცი შეწირეს და აგროვა ბიზნესებიც რო ხო ყველამ კარგად ვიცით ხო და აღარ იმას ვიზამ რა ანუ დიდ რაღაც დიდძალ ქონებასთან გვაქვს საქმე და ამავდროულად ეს რაღაცას უნდა გავუსვა ხაზი და ამაშიც თქოთ რომ მომყვეთ თუ არ მომყვებით უბრალოდ აი გავიაროთ ეს ამბავი რომ ეს ორი ინსტანცია ეს ორი ეგრეთ წოდებული ეს რაღაც რელიგიის ორგანიზაცია და პლუს მთავრობა მუდმივად იყვნენ ერთმანეთთან აი ეს ჩახუტებულები და მუდმივად ეს ორი რაღაც სუბიექტი ქმნიდა აი ამ ქვეყანაში ცხოვრების დონეს კი არა ცხოვრების აი ამ გაჭირვებულობას ცხოვრების აი ამ ესეთ დუხჭირს მოცემულობას რომლებიც აი ორივე ან ერთმანეთს სულ ეს ეხუტებოდნენ აი იქიდან დავიწყებ აი 30 წლის ქრონოლოგიიდან
როცა იყო ეს ზვიადის მომენტი, ხო? ყველამ იცოდა რომ განწირული იყო, ყველამ ზურგი აქცია, ერმა თუ ბერმა, წამოვედით. მერე მოვიდა ეს ავადსახსენებელი შეურაცხმო, რომელსაც ჩაეხუტა ეკლესია და წმინდანთა, რა ვიცი, ვაკურთხეთ რამის და სამებიდან გავასვენეთ და მერე შეურაცხმდეს რომ მიხვდნენ რომ რაღაც წყალი უკვე ეცლებოდა, მერე მიშაზე გადაერთ. მიშას დროს იყო ზუსტად აი ეს დაფინანსებები და ფუფუნებები და მთელი ამბები, მერე მიშას რომ გაგიჟდა და უკვე ზღვარს გადაწყდა მიხვდნენ რომ მიშას გემიც იძირებოდა და გამოეყვნენ და გადმოვიდნენ ახლა და აქით გახდნენ ამათი მეხოტბეები და აი უბრალოდ ეს კოლაბორაცია ეს ხო რეალობა ეს ჩემი მოგონილი არ არის ხო ანუ ეს ხალხი ყოველთვის იყვნენ ესე და ანუ სულ იყო ის მომენტი რომ აი ეს მომეცი თუ არ მოწონათ ის აი ის მთავრობა რომელიც მე უკვე აღარ აძლევდა მილიონებს რაღაცას მე უკვე რაღაცა იქ ისენი იყო ქადაგებები რომ ესენი არ გჭირდება ანუ საქმე იმაშია რომ არ უნდა ერეოდეს ესე უხეშად და თუ ერევი მაშინ იმას მაინც მიყევი რა რაც არის ხო რაც გიწერი ანუ ისო წერია რომ აკლემი უფრო გაზრება ნემცის ყუთში ვინდა დიდარი შევა 64-ში ანუ იმას ნიშნავს რომ ანუ ფუფუნებაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული თორე ღმერთმა ქნას რომ ყველა ჩვენი ქვეყნის არა მარტო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არამედ ყველანი ვინც დედამიწის ზურგზე იმდენი ფული და შესაძლებლობა ქონდეს რომ არ იყოს ესეთი კლასობრივი განსხვავება. მაგალითად, შვეიცარიაში იქნება თუ აი ვატიკანს და იმ კათოლიკებზე რო გვაქვს ლაპარაკი, რომ აი პაპის რაღაცა იმაშია და ჩვენ მაშინ რა განსხვავება ჩვენ იქ იმათ ჩვენზე მეტ შეიძლება მაინც აქვს და სიტყვა შვეიცარიაში როცა ადამიანს არ უჭირს და ესე მას ნაგვისურნაში ვერავის ვერ ნახავ და იქაური სიტყვაზე მამაო თუ რა ვიცი კათოლიკე მღვდელი რაღაცი დადიოდეს, ხო კიდე შეიძლება რაღაცნაირად გადავხარშო რომ ამ ქვეყანას არ უჭირს არ ყავს ამდენი მთხოვნელი და ამდენი გაუბედურებული ადამიანი და შესაბამისად ნუ კაი ჯანდაბას მაგრამ აქ რომ მეუბნები რომ შენ წირი დაითმინე ეს ყველაფერი განსაცდელი და ამ დროს იმას ხელსაფარებ რომ შენ არ ითმენ და მე რატო უნდა დავითმინო? რატო მომიწოდებ თვით რატო მიქნე? მოდი შენ დაითმინე. აი შინოვნიკი რომელიც აი არ ადამიანურა ჭამს აი ხოდა კიდე ამის ხმა მინდა რომ რატო აფარებ იმას ხოდესმე გამოსულა ვინმე აი მაგ ინსტიტუციიდან ეთქვა რომ თავრობისთვის ეთქვა რომ აი კაი გეყოთ რა ამდენი ჭამა და გლეჯვა და რაღაცა და ხალხსაც მივხედოთ არა მარტო არის ლაპარაკი იმაზე რომ აი რაღაცა იმას გვართმევენ ამას გვართმევენ აი ეს უნდა დავდგეთ და აი რაღაცა ის რაღაც აგრესიული პათოსია და აი ამის ფონზე მინდოდა მე თქვა რომ აი ამ რა ვიცი ამ ორგანიზაციას არასოდეს არ გამოუთქვია რაღაცა წუხილი რაღაცა პროტესტი იმასთან დაკავშირებით ხო რომ აი ქვეყანაში ესეთი ტიპის გაჭირვება ეს ჩინოვნიკები ჭამენ და კორუფციაში იხჩობიან იგივე იმ ქალთა ძალადობაზე პირველი პოდკასტი რითიც დავიწყეთ და აი ხა რა რომელ რა თემასაც ვინა შევეხოთ ჩვენი მე-11 პოდკასტის თემას კაზინოებს მე არასოდეს არ მინახია რომელიმე სასულიერო პირი მესმე შეიძლება თქვას ვინმემ რომ არ არის ეს მათი პირდაპირ ის და ქრისტემ თქვა რომ კეისარის მიეცი და ასე შემდეგ მაგრამ უბრალოდ ხო შეიძლება რომ ადამიანების გვერდზე დადგნენ და იმ აქტუალურ პრობლემებს რაც ხშირის რომ რაღაცა უპასუხონ მათაც რომ ქალთა ძალადობა იქნება კაზინოები ბანკები კაზინოების გაფურჩხნა რო დაიწყო და არავის სიტყვა არ უთქვია იმაზე რომ აი რა ხდება ანუ სადყვრით ამ ხალხს ამ ახალგაზრდებს რომ რაღაც ეს გაიფურჩქნა უცებ შემოვიდა და არავინ ფოტო არსებობდა იდეაში ნახევარ საქართველოს კი არა მეც ნანახი გვაქვს რომ мама ოროსლოტებს თამაშობს ხო ნუ აი მაგას ვეხლა აი ცალკე мама ცალკე უხალზე ხوار გვაქვს ლაპარაკი ორგანიზაციაზე გვაქვს მეგობრებო ლაპარაკი ცალკეულად არავის არ ვებძვით და არავის არ ვემტება როცა ხარ ორგანიზაცია და ამ ხელა ქონებას ფლობ მინიმუმ კიდე ერთხელ ამორალურია როცა შენი ქვეყნის მოქალაქეობის უმეტესობა დღიდან დღემდე გაჭირვებით იტანს თავს რა და რავი მარიანა გადავიდე შევეხოთ კაზინოებს კიდე ერთ ძალიან აქტუალურ პრობლემას რომელიც თითქოს უკვე ნათქვამია და თითქოს უკვე რაღაცნაირად ვითომ გაცვეთილია მაგრამ საბოლოოდ შედეგი არ არის დღემდე მაგარი მოხდილები არიან ის ის ტიპები და ადამიანები ვინც ამ ყველაფერს მართავენ და ამ ყველაფერში ყველა არის ჩართული საერთოდ უამრავი რეკლამა, ანუ რაღაცნაირად ჩვენ კაზინოთ აგვანახეს, რომ ჩვენ თუ ფული არ გვაქვს და მე 100 ლარი მაქვს ანგარიში და მე შემიძლია რომ მოვიგო ამდენი ამ ყვავის ჯეკპოტი, გულის ანუ არასდროს არ მთავრდება და შეიძლება მართლა ოდესღაც ვიღაცამ რაღაც მოიგოს, კაცო ღმერთმა შეარგოს, მაგრამ
იმდენი ფული გაქვს იდეაში უკან დატოვებული და წაგებული, რომ ის ფული რო სულ 1000 ლარობით რო შეგენახა და ესე არ ჩაგერიცხა, იქამდე მაინც მიხვიდოდი. მე ყოველ შემთხვევაში გქონია, რომ კაზინოები და მსგავს კაზინოები რა, კაზინო არის, აი გასართობი სათამაშოები მილიონრებისთვის. ანუ ლას-ვეგასში თუ ძალიან ბევრი ფული გაქვს, რო წახვალ, ოკეი, ითამაშე, როგორც ახლა მაგალითად უბანში ვიღაცა თამაშობს დომინოს, ნარდს, რავი, აი ეგეთი გასართობი თამაში ოღონდ მილიონრებისთვის, მაგრამ ღარიბიერისთვის კაზინო, რომელიც ის უყურებს, რომ მე ახლა ფულს მოვიგებ და ახლა ამას გავადავებ და ახლა ამის ფული მაქვს შესატანი და რა ვქნა და მოდი ვითამაშებ. ანუ ჩვენაერ ქვეყანაში საერთოდ არ უნდა არ არსებობდეს, ანუ არ უნდა არსებობდეს, არათუ რეგისტრაციის გავლა შემეძლოს და ტელეფონზე მივარდებოდეს, რომ მოიგე, ანუ დღეს შემხვდა თან. რომ მოიგე რაღაცა დარეგისტრირდა, მოიგე 1500 free spin-ი, ანუ 1500 free spin-ი ხო 1500 დატრიალებაა. სულ ერთ თეთრიანი დატრიალება იყოს, ხო, ანუ სადღაცას და всё, ანუ მოვიგე, რაღაცა ფული უყია უფასოდ და მე აი შეგითრიოს 1500 free spin-იდან უკვე და აი აღმოჩნდა აი 1500 წელი ჭაობში. ხო და აი არ ვიცი მეტყობა თუ არა იმაში კამერაში რაღაც აუცილებლად ვიკიდევაც, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან სენსიტიური თემაა ეგ რა, აი ვინ და თუ არა მე ვიცი 16 შეიძლება პლუს 16 წელი და პლუს კიდე რამოდენიმე წელი მე ვიყავი პათოლოგიურ დამოკიდებულებაში აზარტულ თამაშებთან და არასოდეს არ ვიტყვი რომ ვიღაცა ძალით მიათრევს იქ თუნდაც მაგ რეკლამებით და აი რაღაცა იმაში არავის არ ათამაშებს, არავის არ აძალებს, მაგრამ ზუსტად სანამ აი დავიწყებ და გავშლი რა კაზინოს თემებს. კითხვას დაგვისმევ. რა გვაქვს ჩვენ ისე უხვად, რაც არ აქვს ჩვენ მეზობლებს აზერბაიჯანს, სომხეთს, რუსეთს და თურქეთს საერთოდ არ აქვს. თურქეთს საერთოდ არა? რა არის? რა არის? არ ვიცი. კაზინოები, მეგობრებო, კაზინოები, აი ზუსტად აი ეს მიშა მარტო აი მიშას მთავრობა მარტო მაგიტო არის. არ ვიცი გასარჩევი და კრიტიკულად მოსაზრებელი, რომ შემოიყარა. მართლა არისო, პურის საცხობები იკეტებოდა. ყველას გემახსოვრებათ ეგ მეტროებთან, სასწავლებლებთან, არ ვიცი, ნებისმიერ ტიპის დაწესებულ დაიკეტა ყველაფერი და გაიხსნა სლოტ კლუბები, კაზინოები, რეკლამები, აი ჩქეფთა რა, ესე აი ერთიანად აიღეს. ყოველგვარი იმის გარეშე რომ ამას დაზღვევა უნდა იმის რომ უნდა იყოს კოლ ცენტრები, უნდა იყოს ფსიქოლოგიური ცენტრები, უნდა ყოფილიყო მომზადებული მინიმუმ ხალხი იმისთვის რომ აი ესე ბუმი და არ უნდა აფეთქებულიყო ესე რომ აი წარმოიდგინეთ აი მარიანამ რაც თქვა რომ აი ვიღაცა რეკლამაში გეუბნება რომ გახდი მილიონერი, მოიგე აი წარმოიდგინე ის ხალხი რომელიც აი 9-დან 9-მდე წვალობს გაჭირვებაშია და უნდა რაღაცა ოცნეობს რაღაცაზე იმისთვის პირდაპირ დარტყმა ეგ რეკლამა რომ აი შენ რაღაცა ეხა მთელი ცხოვრება რომ უნდა იწვალო აგერ ერთი სპინით და ერთი დატრიალებით შეიძლება ეს ყველაფერი იმასაკნა რა დაალაგო წამებში ხო კატასტროფა ეს არის აი დანაშაული არის ხო გაიფურჩქნა მე აუც ყველგან კაზინოს რეკლამა იყო ყველგან ეს ყველაფერი ესე ტრიალებდა და კაცი შვილია ამის ის არის ხო მაკონტროლირებელი და ნუ ეხლა დეპუტატები რო აქაც წილებში და კრიშებში და იმებში ჩაჯენეგრევენ და გადმოიფორმეს ეს აუც ბეთები და ისინი ნუ მან ხო ორი აზრი არა და ეგ ნახევარი საქართველოს მინიმუმ იყო ამ თამაშს შადრეული. არა მარტო თვითონ მოთამაშე, რამდენი ოჯახი გაუბედურდა, რამდენმა თავი ჩამოეშო, რამდენი დაიქცა. მე პლუს მაგას საერთოდ რა იმაზე რა, კარაქტერს ხიზილალასავით ეს გადაუშვეს, რომ ეს კაზინოები რო ესე მოძლიერდა, გაიხსნა ეს მინი კრედიტები. ბანკები, აი მიდიოდა ჩვეულებრივად, აი რაც მე მაქვს გამოვლილი, აი ეს პირადობაზე, გამარჯობა გაგიმარჯოს ეს მინი კრედიტები, მე გაივსო ეს ხალხი ამ მინი კრედიტებით უსაშველოდ. აი ეს უკონტროლოდ რო სესხებს გაცემდნენ და მე რაღაცა ეს სახში რეკვები, დევნები, რაღაცები გაშავება ბანკში და მთელი ამბავი. ბანკში გაშავებები და ნუ აი კატასტროფა დატრიალდა რა კაზინოების ირგვლივ და აი უბრალოდ მაგიტო ვიძახი რომ ჩვენ თემები აბსოლუტურად სოციალურია რომ არც არასოდეს არ ზრუნავდა არც მთავრობა და არც რელიგიური ორგანიზაცია რომ ადამიანებს კარგად როგორ შეიძლება რომ რაღაცა ესე უცხო ხილი შემოგაკ და ესე ხალხს პირდაპირ აყრიდო იმაზე რა, აი თავზე ადებ ამ რაღაცას. მონაკო ხო მაგალითად ყველა მის რომ კაზინოების ქვეყანა. იქ საკუთარი ქვეყნის მოქალაქე ვერ თამაშობს. აი
აი როცა მართლა ზრუნავს სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე არის მსგავსი ტიპის მიდგომა, რომ იქ აქ შენ სიტყვაზე მონაკოს მოქალაქე ხარ და შედიხარ კაზინოში კარები გაგე უცებ მოგატრიალებენ ბოდიში და ტრაქში წიხს ამოგარტყავენ და გეტყვიან რომ დატოვო რა იქაურობა რომ ვერ ითამაშე. თუ ეხა მე მაგალითად ისეთი ჭალებში გაჭედილი მაქვს, რომ აი გაგიჟებული ვარ თამაშე და იმდენი საშუალება მაქვს, რომ მონაკოში გადავფრინდე ან ლას-ვეგასში, ხო? კი ბატონო, ეს ეგ უკვე შენინება, მაგრამ იქ რომ მართლა სადარბაზოში მიხსნიდი ამ სლოტებს და ეხაც არის, ხო? ეხა თითქოს რაღაც რეგულაციები და რეკლამები ავგზალეთ და ნუ რაღაცა კაი, მაგრამ სოციალურ ქსელში გიჟივით ხდება რეკლამა და ეხლა უკვე მაშინ ეს ბანერები ჭრიდა, იმიტომ რომ ესე დამოკიდებული არ ვიყავით Facebook-ზე და Instagram-ზე და TikTok-ზე და ასე შემდეგ და ეხლა რაც უკვე რო დადიხარ ქუჩაში და არაფერს არ უყურებ და მაინც ტელეფონს რო სკროლავ, იქ რა ბანერიც არ უნდა იყოს, ვერ შეხედავ, მაგრამ აქ აი მართლა გეუბნები დღეს დილით, ანუ რო დავფიქრდი რომ მეთქი ანუ 1500 ციფრის მეთქი ძალიან ბევრი, აი ხო არ დავრეგისტრე მე ეს 1500 თამაში და მე დავიკიდო, მაგრამ მეთქი ანუ მარიამ შენ ჭირი მე რას ქვია, просто 1500 ციფრის სპინი ძალიან მაგრა ჟღერს. მიხდი და აი всё იქ ხდება, სადაც ვატარებ მეტ დროს იქ ხდება ეგ რეკლამა, აღარ მჭირდება რომ ბანერები იყოს და ეგ ძალიან ვითომ ლამაზად დარეკდა ხო გარედან ძალიან ლამაზად არის დალაგებული, ანუ რეკლამები აღარ არის და რავი, მეტი რაღა ვქნათ, მაგრამ იქ ხდება, სადაც უარს, ტელეფონში ხდება, სულ და აი მსგავსი რაღაცები ხდება ბეთების რეკლამა ყველგან, ამხელა არენები და ანუ ეხლა ხო კონკრეტულად არ მინდა ვიღაცების დასახელება, მაგრამ ანუ თუ სტადიონები იქნებათ, რომ ყველაფერი რაღაცა ბეთების. აი ბეთი და ჩვენ სხვადასხვა ეგეც უნდა ვთქვათ, რომ თავიდან რომ გადავწყვიტეთ, რომ ეს რაღაცები YouTube-ზე დაგვეწყო და რაღაც პერიოდის მერე უკვე როცა ამ ყველაფერს ჩვენ სერიოზულ სახეს, უფრო მეტად სერიოზულ სახეს შევძენდით და სპონსორს და რაღაცებს წავიდოდით, ჩვენ პირველი ის ვთქვით, რომ ჩვენი სპონსორი სულ არავინ არ იყოს, არც ერთი ბეთი არ იქნება არასდროს, იმიტომ რომ რასაც გმობთ იმის დასპონსორებული კი არა, იმის მოწოდებული წყალი არ მინდა, იმიტომ რომ შეიძლება მე არ გავუკოტრები ვარ პირადად, მაგრამ ადამიანს გაუმწარა სიცოცხლე. სულ რომ ამისთვისაც არ გაიმწარებინა და მოთამაშე არ იყოს. ანუ ჩვენს ქვეყანაში იმდენი თამაშ დამოკიდებული ადამიანი, იმდენი გაუბედურებული ოჯახია, იმდენი აი თვითკვლელობით დასრულებული სიცოცხლეა და აი რა ვიცი, აი შინაგანად მკვდარი ადამიანები არიან, რომ აიო, არ გვინდა ეგეთი ანუ ეგეთი ორგანიზაციის მოწოდებული წყალი არ გვინდა იდეაში რა. ხო და აი ეგ მომენტი რა მოთამაშეზე რო თქვა რა ან მოთამაშე ფსიქოლოგიურ იმებში სწავლოთ სიღრმეებში თამაშის და თამაშ დამოკიდებულების რა ნუ ჯერ ეს მოვილიოთ რომ აი ეს რაღაც სიტყვა წამოვიდა ამ რაღაც კაზინოების რეკლამების რაღაც აი თვალებში გშლიდან პირდაპირ რომ აი რაღაც რეკლამას აი ეს არენები ხო აი როგორ შეიძლება რომ რაღაც აი რაღაც რომელიც ისტორიული სტადიონია, შენობა არის თუ რაღაცა და ბეთი იყოს, ხო? აი ბეთად გადაიქცა ყველაფერი. უარესი, ანუ რაღაც პარადოქსული, ანუ თამაშ დამოკიდებულების ცენტრებს აფინანსებდა ერთ-ერთი ბეთი. ანუ და მე როცა ეს რეკლამები და ცოტა შეზღუდები წავიდა, ეგრევე იმას აკნეს რა, ეს დაფინანსება მოუხსნეს და ну აი არ არსებობს არანაირი სახელები შეიცვალეს. ხო, სახელებში თავდაცვა არ არსებობს ამისგან, რომ როცა ადამიანი ჩავარდება ნებით თუ უნებურად თუ რაღაც ამაში მოხდება, რომ ვიღაცამ იქიდან გამოიყვანოს, ხო? ყველა ხო არ არის კინის და ყველას არ აქვს იმ ხელნების ყოფა, რომ ერთეულები არის რა. არც შემთავს არ ვატარებ იმ ერთეულებში, იმიტომ რომ ყოველთვის ვამბობ, რომ დასრულებული მოთამაშე ნარკო დამოკიდებული თუ ალკოჰოლ დამოკიდებული არ არსებობს. იმიტომ რომ თამაშის მიღება არის დიდი პროცესები რა. თამაში მარტო აი მარტივ მაგალითს მოვიყვან. მარტო ის არ არის, რომ იქ მივდივარ და რაღაც ხელს ვაჭერ ამ სლოტებს თუ რაღაც რულეტკას ვატრიალებ. ყოველთვის მქონია ესეთი მომენტი და მე აი თამაშინა რომ გამოვედი რა უკვე პოსტ დამოკიდებულებაში როცა ვარ და ვიყავი, ხო? არის ესეთი მომენტი, რომ აი მაგალითად შევედი და მინდოდა რომ მომეგო სიტყვაზე, ავიცი, 1000, 2000 და 5000. მომიგია და გამიგზელებია თამაში. ანუ ეს უკვე იმას მიუთითებს, რომ აქ თამაშის პროცესზე აღარ ალაპარაკ. აქ რაღაცა თამაშის გარდა სხვა რაღაცა არის. ანუ თამაში არის აისბერგის მწვერვალი, ქვევით არის. ძალიან ბევრი ტრამაა, ძალიან ბევრი აი სოციალური პრობლემაა, ძალიან ბევრი აი ეს მომენტი, რომ ადამიანს უბრალოდ გარბის, რეალობას გარბის მსგავსი ტიპის დამოკიდებულებით რა, თამაში იქნება თუ ნარკო დამოკიდებულებით. და ეს რო ესე ხელმისაწვდომად ესე უცებ ადამიანის ფსიქიკაზე, ხო კაზინო მაგის მეტი არაფერი არის, რომ დაჯეს რომ ადამიანის ფსიქოლოგია აქვს შესწავლილი
აი ის წეღარასაც ვამბობდით, რომ მე რო სიტყვაზე ხელფასი მაქვს 1000, 1500 ან თუნდაც 2000 ლარი და მინდა მაგალითად სახლი, მინდა რა ვიცი, მანქანა და ასე შემდეგ ელემენტარული, რა ვიცი, უბრალოდ რა, ის არა 100.000-იანი ჯიპები. რაღაცა რომ აი და ვიარსებო რა და სადაც წელიწადში ერთხელ დავისვენო. ამისთვის ეს 1000 და 1500 ლარი არ არის, ხო საკმარისი. მაგრამ აგერ ბეთი გეუბნება რომ აი შემოდი და აი ჩემთან აშენდები და პარადოქსი იმაში არის მეგობრებო და დამოკიდებულებს მინდა რა უთხრა რომ ანუ რეალურად კაზინო არ იტყუება. ანუ ის კონკრეტულად აი ერთი მოიგე და შეიძლება იყოს ის ერთი, მაგრამ ჩვენ როცა თამაშობთ აქ 9 მილიონი, ხო? იმ წარმოიდგინეთ ამხელა უბრალო მათემატიკა არის. აი აბსოლუტურად რიცხვების თემაა, რომ 9 მილიონიდან ერთმა შეიძლება მოიგოს და ის საოცრება, მაგრამ დანარჩენი ხალხი არის განწირული ვალებისთვის სირცხვილი, დანაშაული, დანგრეული ურთიერთობები და ნუ საბოლოო ჯამში აი ეს რაღაცა აი ძალიან აი ცუდი მდგომარეობა, რომელსაც კიდე ერთხელ ვიტყვი რა, დასაწყისში მინდოდა მე თქვა, მაგრამ ამას რა ყოველთვის გავიმეორებ რა. თამაში არის ბნელი სიკვდილი და ჯოჯოხეთი. არანაირი მანდ რომანტიზირება რო აი მოვიგებ და იმ თანხებს გამორიცხული ამბავია. ეგ არის კიდე უფრო დიდი ორმო, აი ეს მოგებულ თანხებს ამოვიღებ. არის აი ორმოს ამ არის კიდე უფრო ითქვის ადამიანს. ანუ რამაც დაგუპა, ხო, რამ თამაშმა ჩამარგო ამ ვალებში და ამ უბედურებაში და როგორ შეიძლება რომ იგივე რა ვიცი მიშველოს, ხო, გამორიცხულია და ამიტომ რაღაც აი მაგას ვიზახი რომ არ არის ნორმალური ქვეყანა, ეს ქვეყანა, ეს მთავრობა და რა ვიცი, ის ხალხი, ვინც პასუხისგებელია ამ სიტუაციულ შექმნილ სიტუაციაზე, არასოდეს არ ზრუნავდა ხალხს. იგივე აი მაგ კაზინოებით, ბანკებით თუ რაღაცა. სულ რაღაცა არის, რომელიც გახჭობს რა. სულ იხჭობი ბანკები, ანუ ბანკის პროცენტებით რას ამბობ? მე მომივიდა ალბათ არ გავაკეთოთ ბანკს. ბანკსაც ხო შეიძლება, მაგრამ ხა უცებ ვიტყურო, სადღაც 1 წელი არის მაგას მომივიდა მესიჯი, რომ აიღე რაღაც დამტკიცებული წინასაწყისმეტყველო რაღაც ერთგულის ის იყო წლიური 58%-ით თუ არა ეფექტური 58%-ით თუ ანუ 58%, ანუ ჯერ 18 რა ამბავია, მაგრამ ეფექტური როგორ შეიძლება 58% იყოს, ანუ არ ვიცი ის რას ნიშნავს. ის თან რომ მოგდით რომ ამდე პროცენტში გაქვს და ეფექტური თუ წლიური თუ რაც გე ის ამდენში, ანუ იდეა შენ როგორია რომ 7%-ში იღებ, არა, დიდი ციფრი რაც წერია, იმას გამატებენ, ანუ აქეთ ეს ბანკი გაწყავებს შენ რომ მიდიხარ იქ რომ აი მთელი ხელფასი რომ დატოვე 1 საათში რომ წააგე და მიდიხარ რომ ეხა სახლში ვერ მივალ, ცოშვილი მელოდება პირდაღებული და მთელი ამბავი და წავედიო სესხი გამოვიტანო რომ ის წაგებული მოვიგო, მე კიდე ხო აგებ და ზემოდან ბანკი გაჭერს აი ეს წიხს, რომ აი 1000 ლარი რო გამოვიტანე, შემოვიტანე 10,000, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ვერ იარსებებ, ვერ ისუნთქავ იმ ხელა პროცენტები. მე თუ რომელ რაღაც მზრუნვალ მთავრობის თავში უნდა მოსულიყო ეგეთი მომენტი, რომ აი ეს კაზინოები ხო შემოყარა და პლუს მაგას დაამატა ისეთი წეღარაც აღნიშნე, ხო, ისეთი რაღაც მიკროსაფინანსოები და ისე, რომელიც აიგრე ძალიან ისე გამარჯობა გაგიმარჯოს და პირადობის მოწმობით გაძლევდა აი მაგ იმებზე, რომელიც მე საბოლოო ჯამში საკმაოდ დიდი თანხები გროვდებოდა და ეგ ხო პირდაპირ მიზანმიმართული აქტი არის რაღაცა იმ შენი მოსახლეობის განადგურების და არა მათ კეთილდღეობისთვის. გაღარიბების. ნახე, ღარიბი ადამიანი არის ძალიან მარტივი სამართალი, იმიტომ რომ ადამიანი როცა ღარიბია, იმის მთელი გონება არის გადართული ჭამაზე, რომ აი ხვალ დილამდე, ანუ დღეს რა ვჭამო, რომ მე ხვალაც რა, ანუ ჭამის იქეთ ვერ ცდება და დრო არ რჩება ფიზიკურად, მარტო მაგაზე ფიქრობ, რაც რო ღარიბია ერი, უფრო მარტივია მისი მართვა, თორე კაი ის რო ხარ, კარგად რო ცხოვრობ და საჭმელი იცი რომ მეორე დღის და შეიძლება ერთი კვირის მარაგი გაქვს და ის ფინანსები რო იცი, მე რო უკვე იწყებ დრო გრჩება რომ იფიქრო და იაზროვნო რომ ეს რაღაც არ მომწონს, ეს მომწონს, ეს არ უნდა იყოს ჩემ ქვეყანაში და მე პროტესტიც გიჩნდება და ღარიბ ადამიანს მართლა რომ აი შვირი რო ტირის და ვაიმე, ეხლა ამას რა ვაჭამო, რაღაც პიურეს ფული არ მაქვს თუ რაც არის, ანუ მაგაზე რო ხარ ორიენტირებული, მე იქ ვერ აპროტესტებ, იმიტომ რომ იმის რო არ გრჩება, იმიტომ რომ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცა გაქვს სახლში, სიცოცხლე, ბავშვის სიცოცხლე მინიმუმ და აი როცა ერი
მეტნაკლებად მაძღარია და პრობლემები ნაკლები აქვს, მერე უკვე ის იწყებს ისეთ რაღაცებზე დაფიქრებას, რასაც ღარიბი ადამიანი შეიძლება ვერ დაფიქრდეს. იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი, ანუ იმის დრო არა აქვს თორე განაშტერია, უბრალოდ დრო არა აქვს იმისთვის, რომ ეგ პრობლემები აწუხებდეს. და რაც უფრო ღარიბია და რაც უფრო მეტ ფულს წააგებ და რაც უფრო უბედური იქნები, სახელმწიფო სათავეში ვინც არის, ის უფრო მეტხანს დარჩება და უფრო მეტი დრო ექნება იმისთვის, რომ ჯიბე გაისქელოს. ხო, რა მე თქმა უნდა. თვითონ გადაფრინდება ის მილიონები სად ითამაშოს, ეხა აქ ხარ ითამაშოს და მე გადაფრინდება ის მონაკოებში და ლას-ვეგასებში და იგულავებს თვითონ. ისიც იყო ნათქვა რამოდენიმე წლის წინ, არ ვიცი, მე ჭორის დონეზე მქონდა გაგებული, რომ აპირებდნენ, რომ პატარა ლას-ვეგასი ყოფილიყო წყალტუბო. ორი რაღაცა პროექტი იყო ეგრე. ახლა თავს ვერ დავდებ მაგას, მაგრამ აი ძალიან დიდხანს საუბრობდნენ მაგ ამბავზე და წარმოვიდგინე, რომ საქართველოში როგა პატარა ლას-ვეგასი ისიც წყალტუბოში როგა. და იყო, აი ეგ პატარა ლას-ვეგასი იყო ზუსტად რომ მართლა აი უბრალოდ არ ვიცი, ვისაც გვახსოვს ეგ პერიოდი, ხო? დაახლოებით 2005 წლიდან იწყება დღემდე მოდის უბრალოდ აი ესე აღარ არის რა ეს მინი სლოტ კლუბები და ესენი აი წარმოვიდგინეთ რომ ადამიანი ჩამოდის რა ვიცი ავტოსადგურში იქ რაღაცა ისა და იქ არის ერთი 10 კაზინოა თუ ისა პატარა მინი სლოტ კლუბები სადაც არ უნდა გასულიყავი სლოტ კლუბი იყო და ერთი ეგეთი ისტორია მქონდა რომ აი ეგრეთ საკმაოდ ბევრი წავაგე კაზინოდან მოვდივარ აი ეს ვახუშტის ხიდი რო არის იქით რო გადმოდიხარ მოკლედ ამ ხიდზე უნდა გადმოსულიყავი და ნუ ესეთი მომენტი იყო რომ აი ეს წაგებულზე რავი არ ვიცი იმდენ სიკეთე თქვენდანზე რაც მე კაი კაზინოდან ფეხით წამოს უყარ სახში და ტაქსის ფულის მქონია მაგრამ უბრალოდ იმდან ნერვები მოშლილი ხარ მაგ დროს რომ აი გამოდიხარ და იქ მთხოვნელები რო ზიან ახლა ტაქსის ფულს შევკრავდი რა როგორმე რა და აი გინდა რომ აი მაგაზე მე ფსიქოლოგიურ ასპექტში ვიტყვი რა განსხვავებას დამოკიდებულებებს შორის რა აი ნარკო დამოკიდებულებას და ალკოჰოლ დამოკიდებულებას ხოვად არებთ მაგრამ ჯერ ამ ისტორიას დავამთავრებ მოკლედ მოვდივარ რა მოვახლოვდი ამ ხიდს ჩამოვდივარ ნუ ჩემ ფიქრებში ვარ თავი მეზიზღება რაღაც და აი ეს ამ ხიდის მოაჯირზე ეს ხედავ რომ სანამ ახლოს მივედი თავი უდევს რა ადამიანს და მივდივარ და რაღაც ჩემ ფიქრებში და მაინც მოიხავ რაღაც ეს მივედი რაღაც ხელი დავადე და რო ამომხედა აშკარად ბავშვია რა ნუ 18 წლის სადღაც მაქსიმუმ შეიძლება უფრო პატარა და აი რაღაც გაწითლებული აქვს სახე თოლავს რაღაც შოქშია ადამიანი და მეთქი რა ხდება მეგობარ რა პრობლემა აქვს რაღაცა და რაღაცა კილოზე რა დასავლურ კილოზე მითხრა რომ ჩამოვედიო იმან ოჯახმაო რაღაც ქირის ფული გამატანაო სწავლის ფული გამატანა და ერთ-ერთი ბეთი რა აი ყველგან ხო იყვნენ ერთ-ერთი ბეთი პირდაპირ ერთ-ერთი სასწავლებლის ამოსასვლელ მეტროსთან აი ეგრევე იყო რა აი გაჩახჩახებული იყო ეს კაზინო და ნუ იქ შევიდა და რაც მოხდა მიხდით ალბათ და ნუ იმ ხილს მოვაცილე მოვკიდე ხელი მე ჩემი გაჭირვებით ავარქით ჩამოვიყვანე გადმოვიყვანე წერეთლავ და ჩამოვიყვანე რა წერეთის ქუჩამდე და აი უბრალოდ ეგეთი მსგავსი ისტორიები არის მილიონი მართლა გაუბედურდა მაგ ყველაფრით რა და კიდევ ერთხელ ვიძახი ეს არ არის კონკრეტულად ერთი ადამიანის რომ ვიღაცა მიგათრევს იქ და შიგნით შეყოხა არა მაგრამ ის ფონი რაც არის და აი ამ ხალხის ამ თავრობა მე ხوار დაუშვი არა კაზინოები მე მივეცი ლიცენზია თუ რაღაც თავრობამ შემოაგდო ეს ჩვენი მეგობრები რომელზეც ბევრს არ მოგწონთ ლაპარაკი ხმას არიღებდნენ ამაზე და აუ ეხლა მე რომ მართლა მიყვარს ჩემი ერი და ჩემ ერზეც რუნავ და ზეციური საქართველოს და ესე ასე შემდეგ ხო რო ხედავ ჩემი ახალგაზრდობა უბედურდება იქ და აი ერთი სიტყვა არ მახსოვს მაშინ ხო გააქვთ აი გინების გარდა იქნება რამე ისენიც მოგვაწოდოთ ინფორმაციები რომ ვიღაცა გამოსულიყო და დაეგმო რომ ხალხო აი ცოტა აზემოდით ხო რასაკეთებთ ხო გუპავთ ამ ხალხს ხავსი არაფერი და წავიდა რა და 16 წელი გავატარე ამ ჯოჯოხეთში იმდენი აი მსგავსი ტიპის ტანჯვა ნუ არ ვიცი ფიზიკურ სხეულებრივ ტანჯვაზე ბევრად უფრო წარია როცა დანაშაულის განცდა აი არ ვიცი სინანულის განცდა რაღაცა ურთიერთობა არავინ არ გინდა უბრალოდ აი ხარ შენთვის ჩაკეტილი ვიღაცა გელაპარაკება აი რაღაცა ესე უსმენ იღრინები ფიქრობ მარტო იმაზე რომ სადიშო ფული რო ითამაშო აი აბსოლუტურად მოწყვეტილი ხარ რეალობას რა ეს შეიძლება ახლა როცა მე ვლაპარაკო ხო იმ მოთამაშეს დამოკიდებულს ესმოდეს და რაღაცა ისე ხდებოდეს მეგობარო მაგრამ აი დამიჯერე არსებობს გამოსავალი ანუ შეგილია რომ აი
ვიბადებით ისე ხო ნებისმიერი დამოკიდებულების გარეშე და მე როგორც თქვი, ტრამვების და აი მსგავსი ტიპის სოციალური იქნება თუ რა ვიცი, ნებისმიერი რაღაც პრობლემა, რომელიც აი ესე მოქმედებს ჩვენზე და კიდე ცოტა სიღრმეებში რომ წავიდე ამ თამაშის, ხო? თამაში აქა ეს თვისება, რომელიც აი დოფამინს, აი ამ ჰორმონს, რომელიც ადამიანში ბუნებრივად არსებობს, ჩვენში არის ეს ჰორმონი, რომელიც შეგვიძლია მოიყოთ ბუნებრივი გზებითაც, აი მაგალითად სეირნობით, რა ვიცი, საყვარელ ადამიანთან გატარებული დროით, რა ვიცი, ხატვით, ვარჯიშით და ძალიან ბევრი ბუნებრივი გზა არსებობს ამ დოფამინის მიღებით, რომელსაც თამაშის პროცესი აზარტზე დამოკიდებულების დროს აი ამცირებს, კუმშავს ესე და წამებში განვიცდით. ეხლა წარმოიდგინეთ ადამიანის ტვინი, რომელიც აი ამ სლოტებს თამაშობს და წამებში ეცვლება აი ამ ეიფორიის გზნობა, ხო? აი მოიგო, წააგო, გამაზა, რაღაც ტვინი აი ეს აფუთფუთებული არის და ეხლა აი ამ ტვინის მე დაწყნარება და დამშვიდება არის ძალიან რთული მომენტი, ხო? და მე ეხლა ვიღაცა რომ მეუბნება რომ შენ მოდი ეხლა ბუნებაში სეირნობით იგზენი სიამოვნება, როცა მე აქ უკვე ჩემი ტვინი წლები ამ იმაში არის, ხო? ამ რაღაც ასტრაფებულ მდგომარეობაში ძალიან რთულია რომ ეს დაალაგო რა. და მთავარი მომენტი არის ის რომ დისტანცია. ნომერ პირველი, მე არც რა ვიცი, არც ხმარს გადაურჩენი ვარ, არც ფსიქოლოგს, არც არავის, ხო? აი უბრალოდ ერთ დღესაც უბრალოდ ავდექი და გავეშვი რა. და დისტანციას გულისხმობ იმას, რომ გამოდიხარ ამ მდგომარეობიდან რა. როცა ანებებ თავს რა. უფრო და უფრო ხდება, ეხლა წარმოიდგინე, რომ აი რაღაც ობიექტს რა მე ეს აი რაღაცა აი მაგალითად ეს მაგიდა რა, რაც უფრო ახლოს ჩემთან თვალებთანაა, ხო? ამის გარჩევის უნარი არ მაქვს. რაც უფრო შორდები, რაც უფრო დისტანციას ვიჭერ ამ ყველაფრისგან, უფრო მეტად აღვქვა, რომ აი სად ვიყავი, რაში აღმოჩნდი, ხო? იმიტომ რომ იმ მომენტში ვერ ვაცნობიერებ, ყოველთვის მქონდა ეს სურვილი, რომ ნეტარი აი ჩემი თავისთვის გადამეღო კამერით, ან მოთამაშეს რომ გადავიღოთ გვერდიდან კამერით და ანახოთ რა მიზერულია იმ პროცესში. აი როგორი საცოდაობაა მართლა, რომ აი წარმოიდგინეთ, რომ აი ხალხი ბოლო კაპიკები, ფიქრები, რომ აი ის მე აი ის ვალი სად შევიდა, როგორ ვიშოვო და აი ჯოჯოხეთი არის მართლა რა. ხო, ძალიან შემეცოდა. ხო არა, ნუ არის ხო საცოდავი არის მოთამაშე, ეგეც ბევრს ეგ გაბრკოლებს კიდე, რომ აი როგორ ვაღიარო რა, ესე იგი მე რა დამოკიდებული ვარ, უნდა აღიარო მეგობარ, ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ მინიმუმ შენ განადგურებს ხვდები, სხვასთან აი ეს მეტი ჩრობა, რომ არა, ეს ცოტა 1-2 ჯერ თვით არ არსებობს. როცა ხვდები რომ რაღაცა უკვე შენზე კონტროლს იღებს, ხო? იქ გამორიცხულია, შენ ვეღარაფერს ვერ აკონტროლებ. უკვე შენ არა მარტო შენ წარმოსახვას ეხება, შენ ჯიბეს ეხება, შენ ურთიერთობებს ეხება და შენ ცხოვრებას ეხება რა. ანუ ცხოვრება არ არის რაღაც ბეთი რა, რომ რაღაც დადო რაღაცაზე და გაათამაშო რა. ხო და რავი, რა მსგავსი ისტორიები მაქვს. ჩემო მარიანა, აი უამრავ ჩემიც და სხვისიც, აი შეიძლება მართლა ადამიანს, რა ვიცი, მე აღარ მაქვს ხმები, მაგრამ ხალხზე დაუდგეს რა. აი რო არ მაქვს ხმები, შეიძლება მაგის კიდე დამსახურებაცა. მოკლედ, ხათვის ორსული მინახია კაზინოში, აი ეს გაშმაკებული რო ურტყავს ამ სლოტებს, ადამიანი ვნახე, მოკლედ მსგავსი ისტორიაა და შევეცდები მოკლედ მოყვე. ნუ საკმაოდ წარმატებული ადამიანი იყო, თავის ბიზნესები ჰქონდა, მე ეს აი ახალი დაწყებული იყო ზუსტად ეს კაზინომანიის ბუმები და ან გოგო მელაპარაკებოდა რა კაზინოში რა, რომ თამაშობდი იქით იჯდა და უკვე ძალიან რაღაც მოტეხილად ჩანდა ეს და და მე ასაკი რო ვკითხე, რაღაც 42 წლის იყო და აი გეგონებოდა რომ აი უკვე დაბერდა რა ადამიანი და მიყვება რა თავის ისტორიას და ესე საკმაოდ წარმატებული ტიპი თავის ბიზნესები ჰქონდა. გოგო მოუიყვანეო ძალიან ლამაზი რაღაცა ოჯახი შევქმნით. იმ გოგოსაც რაღაც დიდარი ოჯახი აღმოაჩნდა და შევედიო ძალიან ისეო, უბრალოდ ერთხელო აი ესე უსაქმურობისგან და რაღაცა $100 ვითამაშე თუ რაღაცაო, გამოვედიო. მე ვღამეო რა სახი რომ მოვიდა, რაღაცა არ მომასვენაო რა. რაღაცა ეს ფული წავიდა ნელ-ნელა უკვე პროცესში. მე უკვე იმ დონეზე მივიდა, რომ ეს თავის ფულიც რო ამოწურა, უკვე გადავიდა იმ თავის სოლის ფულზე, მე იმ თავის სოლს რაღაც ოქროულობა დახსნა, რაღაცები და აი ძალიან უკვე ღმათ რო შეტოპა რა, ნუ გამოუშვეს იმ ოჯახიდან, ესე უთხრეს რომ კარგად იყავი, დაბრუნდა ოჯახი, სადაც ჰქონდა ბიზნესები დედას, ანუ ამ ადამიანის დედას და
ბოლოს იქამდე მივიდა აი ამ თამაშით, რომ აი ყველაფერი ხო სახშიც დაყიდა და გააყიდინა რა. და ეს დედაც ამ ყველაფრის შემხედარე და რაღაცა უკვე ასაკითა იმით გარდაიცვალა რა. ანუ რა ხდება ადამიანს არაფერი არ აქვს, რაღაც ნაკირავებში არის, რაღაც ამხელა ოთახში. და არა აქვს იმის ფული, რომ რაღაცა ეს რაღაცა წესი აუგოს, რაღაც როგორც ხდება ხო ეს დაგწევს ამბობ. ნუ აი მაგდოს ახლა ის მეგობრები მივიდა, მაინც ხო მაგდოს ახლა უკვე ხვდები რომ იმაზე არაა ლაპარაკი იმ ადამიანზე, რომ რაღაცა ის მკვდარი არის რა პირდაპირ უთქვა დასამარხი და აუგროვოს ეს ფული და რა მოხდა აბა. აუ, კაი არა. წავიდა და ითამაშა. ანუ თამაში არანაირი ის არ აქვს მეგობრებო. ხო ძალიან ტრაგიკული ისტორიაა და ეხლა ვინც იცით და ვინც ოჯახის წევრი მაინც ხართ ან თვითონ მოთამაშე, ხო? არ არსებობს არანაირი მორალური რაღაცა ცნებები უკვე მან ყველაფერი მოღვეულია რა. ამიტომ თამაში გამორიცხული რაღაცაა, რომ აი მე რაღაცა გავითამაშებ და არა, როცა რაღაცა გაკონტროლებს ის ჩათვალეთ, რომ უკვე ის ხარ თქვენ რა. ხო, აი ოჯახიდან მოპარვები მე ვიცნობ ადამიანებს, რომელსაც მშობლების და ოჯახის წევრების საფულედან და ფული მოუპარავთ. ანუ ოჯახის წევრს რო ფულს პარავ, მან სადღაცას უნდა მიხვდე, რომ იმაზე მეტად ხარ ჭაობში, ვიდრე შენ წარმოგიდგენია უკვე მაგაზე რომ მიდიხარ, აი ქურდობაზე რომ მიდიხარ. თან საკუთარ მშობელს, დედბამიშვილს რო პარავ, აუ არა. ხო და ანუ მაგაზეც აი უცხელობის ამბავში რომ აი მინდა რომ რაღაცა ვისაც სჭირდება ეს მე მივცე მაგალითად. ანუ ისეთი ფულები წამეგია აი რაღაცა რომელიც საქმეს უნდა მოხმარებო და ისეთი რომელიც აი სიტყვას ჩემი იყო და რაღაც შემეძლო დიდი რაღაცები გამეკეთებინა მაგ ყველაფრით და იგი რაღაც ის მსგავსი ტიპის ქონებები გამიყიდია მაგ თამაშის გამო რომ მე ბევრად ვირიყირებულა რა. აი მაგასაც გულწრფელად ვიზახი რომ თამაშის ყველაზე მთავარი მომენტი და ყველაზე მთავარი აი სიავე იმაში არის რომ პიროვნებას სვლის ნებისმიერი დამოკიდებული ძიმე დამოკიდებულება სვლის პიროვნებას. ანუ მე შეიძლება ტიპაჟა ძალიან ისეთი კეთილი ბუნჩულა რა ვიცი უწყინარი ტიპი ვიყო მაგრამ მინიმუმ ეგრევე აი სამსახიობო დონეზე მატყუ არ ვხდები არ ვიცი არც ჩემი და არც ხვისი ფული და არ მაქვს ზღვარი. ხო ადამიანს რომელსაც ზღვარი არ აქვს უკვე ძალიან რთული არის რა იქ ამბავი და დავუბრუნდები ისევ კაზინოების თვითონ კაზინოს სტრუქტურაზე რა. აი მარტივად ვიტყვი. კაზინოს ლიცენზია მილიონებზე არის, მინიმუმ მილიონი დაიწყება ლიცენზიები. ის შენობები ხო კიდევ ძალიან ბევრი მილიონია. იქ მომუშავე პერსონალი მილიონებია. კომუნალურ გადასახადებს იხდიან მარტო იმდენს, რომ შეიძლება ერთი ნორმალური ადამიანის ცხოვრება ვერ ეყოს მთელი ცხოვრება აი მუშაობა. კომუნალურები, ლიცენზია, შენობები, საიტები, რომელიც ანალოგიურად მილიონები ჩდება. განადგარები, აპარატები. განადგარები, რეკლამები, ყველაფერი, ეს არის ძალიან დიდი ფული და პლუს მაგას მოგების გადასახადი, რომელიც ძალიან დიდი არის რა, კაზინოს. ეხლა წარმოვიდგინეთ, ჩვენნაირი უბრალო ადამიანები მიდიან იქ და კაზინოს უნდა მოუგო. გამორიცხვა, ვის უნდა მოუგო? სისტემაა რა, რაღაცა მონსტრია, რომელიც შეუძლებელია. ერთადერთი ორი ადამიანი, ვინც იგებს კაზინოს, არის თვითონ მეპატრონე, კაზინოს მეპატრონე და მეორე ვინც არ თამაშობს. სხვა მათ მოგებული არ არსებობს რა. ხო და გავყვები კიდე ამ კაზინოს სტრუქტურას. ანუ ის შედიხარ ჯერ ხო აი ეს ხანჯარა არსად არ არის. ხო, დრო საათები არ არის, ყველაფერი ჭვინავს, ანათებს, ეს ხმები არის რა, თან აი ეს რაღაცა ჯეკპოტის ხმები, რაღაცა ეს აპარატების ხმები, იქ გოგოების რაღაც ნარჩევი აყვანილი რა ის რომ მოდის და ის თანხას რო გიხსნის, ან ყავა, ან ჩაი რომ მოგდა, სასმელი ძალიან საინტერესო თემაა, რომ რაც ახლა უფრო მეტად შემთხვევი იქნები, უფრო მეც წავაგებ, ხო? აი ეს ყველაფერი სტრუქტურა და გამყოფებს იმ ატმოსფეროში, რომელსაც მართლა დროის ახმა გაქვს დაკარგული, ხო? და პლუს ამას იქ იმ თანხებს, რომელიც შენ აცურებ და იქ ქულებად ეწერება, მე მოიგებ თუ წაგებ, ხო? შენთვის ფულს, ანუ როგორც მათ ისე კარგება, ღირებულება, ხო? აი 5000 ქულა წერია, 5000 ლარია და ესე ურტყავ ამ ხელს თითქოს აი 5000 ლარი რო აიღო, ხო? აი ცალკე გამოიტანო სიტყვაზე, ხო? აი საშუალო დონის მაცხოვრებლის საკმაოდ ისეთი თანხაა, მაგრამ იქ აი ესე გიგდოს და აი
უკაცრავად და გატრუხებული გაქვს რა ეგ ფული რა. აი სტრუქტურა, მე ეს რეკლამები, მე გამოდიხარ, აი რა უნდა ქნა, ხო? წაგებული გაქვს, გისკავ ხარ, და სხვათა შორის მანდაც შევადარებ იმას ნარკოდამოკიდებულების რატო არის რა, ძირითადად გავს ერთმანეთს, მაგრამ რატო არის განსხვავებული. ნარკოდამოკიდებულს არ აქვს დასაწყისი და დასასრული. ნარკოდამოკიდებულს არ აქვს სცენარი. ნარკოდამოკიდებული არის უბრალოდ იმისთვის, რომ აი ეს მოიხმაროს და ნუ გაითიშოს და რაღაცა ეს წყალებში, კაიფში იყოს თუ რაღაც აი რაც ეს იმაში ეს წარმოდგენებში ჩავარდეს. მოთამაშე სცენარი აქვს, რომ აი მე შევალე ხა იქ ამოვიღე. ხო, იმენი. გეგმა აქვს. ხო, გეგმა აქვს. აი რაც წავაგე, ან ის რომ მინდა რაღაცა რა. იმას ვიყიდი ხო, სახსოვდა. იმას ვიყიდი, ან ამ ამალს გავისტუმრებ. ამას და აი მოკლედ მთელი აზრები ფუტფუტებს. როცა ნუ აი ხა ეს ნარკოდამოკიდებული თუ ალკოჰოლ დამოკიდებული თავისთვის არის იმას დაალევს და გათიშულია, მაგრამ მოთამაშე სულ აქტიური. აიგა მოთამაშის ტვინს მოსვენება არ აქვს. იმ საშუალება რომ რაღაც გამოვიდეს და ნაბიჯი გადმოდგას და შეხედოს რომ აი რამჭირს რას ვაკეთებ, ხო? მოკლედ ხელფასი ჩარიცხული არ მქონდა 15 წუთში ვაგებდი რა. აი ჯეტიქსები და ესენ ეგეც გეცოდინათ, აი სწრაფი თამაშები. 15 წუთში აი წარმოგიდგენთ ადამიანი რომელიც 15 წუთში ხელფასს აგებს და მე მეორე დღეს ვფიქრობ რა 20-30 ლარი ვის გამოვარქვა მე ეს ერთი თვე რომ გავარო ვახ და შემდეგი ხელფასი. ხო, შემდეგ ხელფასამდე მიხვდი და უკვე ნარკოდამოკიდებულების ასპექტი აქვს თამაშაც რა. და კიდე ერთ ადამიანს აქვს ნათქვამი რა. ამან დამოკიდებულს რომ თქვენო მოთამაშები აი როცა თამაშის პროცესში ვიყავით მე რო ვაგებთო გიშგავხართო და მართლაც ეგრეა ხო აი მაგაზე ცუდი შეგრძნება არ არსებობს რა აი ჯიბე კაფხეკელი რო გამოდიხარ ეს ნავალები თუ შენი ფული თუ რაცაა და მე ამ თელ ფიქრებში რო ხარ ჩვენ რაღაცა ის მაინც აგვაქვს რა кайფობთო და რაღაცა ანუ მაგაშიც შეიძლება რომ თამაში თან ბევრად უფრო რთული არის რაღაცა იმ ნარკოდამოკიდებულს ხო რაღაცა გადასხმებს გაუკეთებენ სადღაც ამყოფებენ და იმ ლომკას რა ორგანიზმიდან გამოუყვანენ აბსტინენციის იმას რა რემისიის დროს გაატარებენ ამაზე მაგრამ მოთამაში ხო ეგრე არ არის ხო არის ხეულში რაღაც ესე არ ჩანს რა ეს თამაშის დამოკიდებული რომ სადღაც ტვინის ანალიზებში ვერ ამოგიგდებს რომელიღაც უბანში რაღაცა ის მიდის და აი მოდი ამას გადავკეთავ და არ არის ეგ მსგავსი მაგიტო არის ბევრად რთული და მაგიტო ვიძახი რა თამაშთან თამაში არის რაღაც აბსურდი რა მადლობა ლევან გურწფელობისთვის ანუ არ ვიცი რა კიდე რაღაც ორი სიტყვით კიდე ვიტყოდი იმიტომ რომ მართლა ძალიან სენსიტიური თემაა ჩემთვის და აქ ვიტყვი რომ მქონია შეხება ვისაც ავიც პრობლემა გაქვს ბევრ ადამიანს მოუწერია გამიზიარებია ჩემი გამოცდილება რაღაცნაირად ის დამინახებია კიდე მთავარი ისა რომ მოთამაშემ თუ დამოკიდებულ ნებისმიერმა ძიმე დამოკიდებულებაზე ყოფნა ადამიანმა დაინახოს რომ მარტო არ არის რომ ვიღაცა მეც მაგ მდგომარეობაში ვიყავ მეც მომსვლია მე წაცდენებიც არის მომენტი რა შეიძლება რომ 1-2-3 წელი დანებებული ქონდეს მაგრამ იქ რაღაც შენმა ტრაუმამ შენმა შინაგანო მდგომარეობამ რაღაც ისევ რაღაც ტრაგიცდეს ფეხი მაგრამ ამასაც არ უნდა შევხედოთ ტრაგიკულად რა იმიტომ რომ ეს არის აი ბახუც რა არ მიყვარს ეს სიტყვა პახმელიას შეიძლება შევადაროთ რომ აი პახმელიაზე შეიძლება აი რაღაცა ერთი ჭიქა დაალვო მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ თამაში დაბრუნდი და მოთამაშე გახდი ან ისე რაღაც ნარკოდამოკიდებული რა აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ პროგრამაში არ ჩავჭდეთ რა აი არ დავპროგრამდეს რა ხშირად ეხა კიდე ხშირად ამას შეხება რა და აი თამაშ დამოკიდებულებთან და ამბობ ხშირად ყველაზე მეტად რაც მესმის არის პროგრამა რომ აი მოთამაშე ვარ რა და აი ამას აი ხა იმას მოვიგებ და სულ დავამნებ აი ყველაზე ხშირი ფრაზა აი ამას რომ მოვიგებ სულ და სულ დავანებ ანუ ვერაცნობიერებს მაგას ადამიანი რომ ისე პროგრამაში ისე პროგრამიდან ლაპარაკობს მე ჩემ თავს უქნი მაგ მოცემულობას რომ მე რო აი ამ რაღაცა მიზანს მივახცებ წეგან რო ვლაპარაკობდი რითი განსხვავდება ნარკოდამოკიდებულებისგან რა აი სცენარს წარმოვიდგენს რომ მე რო აი ამას გავაკეთებ რაღაცა აი ამ მისიას ამ აგრესიისგან ამ დაგროვილი რაღაცა წყენებისგან და აი რაღაცა ამ გაჭირვებისგან რაც მომაყენა თამაშმა ხო აი მას რომ აი იმას ვიზამ რა დაუფრუნებ უკან პასუხს ხო მე აი რაღაც განთავისუფლდები და გამოვა არა მეგობრებო ეს ესე არ ხდება რეალურ ცხოვრებაში ეს ისე ჩვენი რაღაცა ილუზიის წარმონაქმნია რომელიც ისევ თამაში გვაბრუნებს რა და იმის თქმა მინდა რომ მე ამ თემაზე ხო ალბათ დღედაღამეები ვილაპარაკებ
და მართლა ძალიან სენსიტიური თემაა და აზრი გამიწყდა. ბევრი ადამიანი წერდა და მწერს ამასთან დაკავშირებით და ყოველთვის მაქვს იმის სურვილი რომ გაუზიარო და ძალიან გამიხარდება და ბავშვით მიხარია მართლა და აღტკინებული ვარ, როცა ადამიანი მეუბნება, რომ გამოვიდა, თავი დააღწია და მოიშორა ერთი ზურგიდან რა. კეილა. ხო, ეს კულტურა ძალიან კაია და საკუთარი თავი რო ყავს მაგალითად რო შეგიძლია რომ ადამიანებს შენი გამოსვლა გაუზიარო, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია და ისე სხვა პოზიდან რო არ იქნებ თიც მე მაგიტო ვიყავი უფრო ჩუმად რომ მე გასწრებასთან შემხებლობა თითქმის არ მქონია თორემ მითამაში ალბათ ერთი 3-4 ჯერ ჯამში დღემდე რო ვერ გავარკვე რა ხდება და ეს სურვილიც არ მქონია კიდე კაი. ანუ მართლა ვერ ხვდებოდი იქ ანუ რა იყო კაი რა ანუ მართლა ვერ ხვდებოდი იმიტომ რომ დავინახე მე რო გადმოწერე ტელეფონში მითამაში ახლა თავისთავად იქ არ შევცულა. მაგრამ შეგინთ ეს დამყოფი ვარ ეს შეხედილი მაქვს მაგრამ იმის იქეთ არაფერი. ხო, მაგრამ და მაგით ამიცი როგორი აურაა შეგ. სხვათა შორის ბუდიში რო გაწყვეტინებ იქ უფრო მეც ლოცულობს ხალხი ვიდრე ეკლესიაში. მომიცი კეხვეწები რა დამის. ხო, მანც და საავადმყოფოებში უფრო გულწრფელი მოცვა მე რომ გითხავით რა ეკლესიებში. მაგრამ ეხა მაგის გამო ჩამქოლავი. ხო და ხო აი არ მე სპენელი ვიყავი ამ შემთხვევაში შენი. ყველას უსურვებ რომ შენი გზა არ გაევლოს არავის. და ყველა დამოკიდებულებისგან ყველა ადამიანები თავისუფლები ვიყოთ და ხო როგორც შენ თქვი ჩვენ ვიბადებით ისე რომ არაფერზე არ ვართ დამოკიდებულებები და მე დამოკიდებული. და მე ეს დამოკიდებულებები მოდის ჩვენთან და ხო რაღაცნაირად თუ რამეზე ვიქნებით დამოკიდებული, კარგზე მაინც ვიყოთ, აი ბედნიერებაზე ვიყოთ, ერთმანეთზე ვიყოთ, სიყვარულზე ვიყოთ, სიხარულზე ვიყოთ, ანუ რაღაცა კარგზე ვიყოთ დამოკიდებული, ვიდრე იმაზე, რაც პირდაპირ მშობლის გვყავს. და ის ადამიანებიც ახლა შევამბობდი, რომ მარტო ძალიან რთული არა, რომ ეხლა რო იცი რომ ვიღაც თამაშობს თან 16 წელი, აი ალბათ მშობლის გარდა ყველას გაუჭირდება გვერდით ყოფნა, რომ აი გვერდით გიდგას ადამიანი ვარ, მე იმას როგორ ექცევი და რამდენი ხანი ექცევი, ეხლა 16 წელი ვერავინ ვერ აგიტანდა რა. დედის გარდა რავი ძალიან რთულია რომ აი უყურო რას აკეთებს შენი შვილი მეორე შენი მშობელი რას აკეთებს ძალიან რთულია რომ წლები რო გრძელდება რაღაც პერიოდი დაუდგები გვერდით 1 წელი 2 წელი მაგრამ აი მე რო ხვდები რომ შენ იმასთან ერთად ჭაობში ხარ აღარ გინდა რომ შენი ცხოვრება ჭაობში იყოს და ვერ გააგებინებ თვითონ თუ არ მიხვდა სხვამ რო გააგებინოს ცოტა რთულია. ოკეი. ხო ეგ თანადამოკიდებულება სხვათა შორის არანაკლებ რთული ამბავია და ხშირ შემთხვევაში უჭირთ გაგება რა. ანუ ხშირად მომისმენია ჩემ თავზეც და სხვა მოთამაშეებზეც რომ აი ბიჭო ძალიან მარტივია რა დაკი და დაანებე რა. ანუ როცა აი მის ტყავში არ ახარ ეგრე ის არა შეიძლება ვიღაცა იყოს მაგალითად არ ვიცი ყავაზე ან ჩაიზე დამოკიდებული და მე უთხრა რომ არ ბიჭო რა ეს რა მაგის დაანებებას რა უნდა. ანუ ესე არ ვსაზღვრავთ რა. ანუ ფსიქოლოგიაში და ფსიქიკაში ესე არის საზღვრება ეგ ამბავი რომ ის შენ ყავაზე ხარ დამოკიდებული და ძალიან მარტივია თუ რაღაცა დამოკიდებულების შემთხვევაში ან წეღან როგორც აღუნიშნე რომ ეგ არ არის თავი მომენტი მოთამაშისთვის ყველა მოთამაშე დაახლოებით რაღაც პერიოდის მერე ხვდება რომ არის გაბმული რაღაცა აი ხაფანგში აი როგორც ობობის ქსელში აი როგორც კიდე უფრო სხვა ტონად რო გამოხატო ხო როგორც აი პეპელა რო შუქის იმაზე მიდის და იცის რომ დაიწובה და მაინც ეხეთქება ამ შუქს დაახლოებით იგივე მომენტი არის იმის იმაში მაგრამ უბრალოდ აი არაცნობიერ ტრამასებძვის ამ დანაშაულების განცდასებძვის ამ სინანულს აი და ყველაზე მთავარი და ყველაზე ცუდი მომენტი ისაა დამოკიდებულის რომ მარტო სული აი გარიყული ტიპი ხდება თვითონ თავის და უნებურად არა თავის საქციელით მაგრამ აი სირცხულის და დანაშაულის გზნობა იმდენად დიდია რომ აი აღარ მინდა არავის დანახვა ვიცი რომ რაღაც აი ცუდი ტიპი ვარ უკვე პროგრამაზე რომ მქონდა რა ლაპარაკი დავიპროგრამე თავი ამაში ჩავჯექი და ანუ უკვე ვეცლები რა სოციუმ საზოგადოებას ვეცლები კიდე და უფრო ის ხდები დეპრესიული ტიპი ხდები და აი აბსოლუტურად
ხელის გამომწვდენელიც არავინ აღარ გრჩება, ხო? ხო, ხელიც რო გამომიწოდო მაგ შემთხვევაში, ვიტყვი რომ არ ვარ კისი რა, იმიტომ რომ იმდენი დავაშავე და გავაფუჭე რა. თავიდან დაბადებაა ყველაზე რთული. და რეაბილიტაცია რა, ამაზეც 2-3 სიტყვით ვიტყვი და ზოგადად ამ თემებს მე კიდე სხვა ფორმითაც აუცილებლად იმას ვიზამთ, მივხედავთ. რეაბილიტაციის მომენტი არის ის, რომ ადამიანი ახლა წარმოიდგინეთ მეგობრებო, ანუ ჩვენი ეს სივრცე რო იყოს, აი ჩვენ რო ვიჭდეთ აქ მუდმივად, აი წარმოიდგინეთ ეგ მოცემულობა, რომ აი ეს ამ რაღაც სივრცის გარდა ჩვენ არ გვაქვს არანაირი სხვა სამყოფელი და ანუ რაც აქ არის, ხო? ანუ აი მოცემულობა, ნივთები, ყველაფერი ჩვენი ცნობიერება არის ეს, ანუ ჩვენი ცნობიერების შემადგენელი 100% არის ეს. მოთამაშის შემთხვევაშიც, როცა ის ამდენი წლების მერე თამაშიდან დამოკიდებულებიდან გამოდის, მთელი მისი სიმბოლიკა და იმაში ძალიან რთულია რომ გადაერთოს ახალ ცხოვრებაზე იმ მხრივ, რომ აბსოლუტურ სიცარიელეს გრძნობს რა. ეხლა წეღა როგორც თქვი, რომ იქ რაღაცებს ადრენალინსა, დოფამინებს ესე წამებში გამოყოფდა, ეიფორია ქონდა, მინიმუმ იმ წამებაში მაინც იცოდა რომ მეორე დღეს უნდა ეჩალიჩარო, უნდა ეთამაშა და რაღაცა აქტიური ტიპი. აი პოსტ თამაში მერე დამოკიდებულებაში ხარ, აი დაცლილი ტიპი, რომელიც აი ისევ აზრს და როგორც ადამიანის ბუნება ხო, აზრს და მიზანს ეძებ და ვცდილობ რომ რაღაც იმებში იმას აქნა, მაგრამ ეს მარტივად არა, ეხლა ადამიანი აი კიდე ერთ ალეგორიას მოვიყვანდი. როცა იმაზე არის, რა ქვია, ციხეში ის რაღაც წლები ხო და გამოვიდა 16 წლის მერე ციხიდან. ანუ მისი ცნობიერება არის 4 კედელი, ხო? და გარეთ ხდება აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცები, მთელი თავის მრავალფეროვნებით და აი ამას ადაპტირება უნდა გაუკეთოს, აქ რაღაც აზრი უნდა იპოვოს და ამიტომ ვიძახი რა, ეს ცენტრები და ესენი კარგი არის რა, ეს რაღაც, მაგრამ ეს არის დროებითი, რომ გამოვა ის ადამიანი იქიდან. რესოციალიზაცია უნდა მოხდეს ამ ადამიანს, არ უნდა იყოს დემონიზირებული, რომ აი ეს და ჩვენიც არ იყავი, რომ იჭხირავდი და თამაშობდი და რაღაც. ანუ მსგავსი თუ მიუდგებით ამ ხალხს, დიდი შანსია რომ უკან დავატრიალოთ იქ რა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა გამოვარჩიო და თავზე ხელი გადაუცვა და გმირებად გამოვასხო. აბსოლუტურად არა გმირობა რაღაცას თავის თანებება იმ ამ ბავშვი რომ მინიმუმ შენი თავისთვის აკეთებ. პირველ რიგში მინიმუმ შენი თავისთვის, რომ შენ გინდა რომ ისევ ადამიანობას დაუბრუნდე და მე უკვე ხა ეგ შენ იმაზეა, დამსახურებაზე მე რაც გააკეთებ, ხო? აი ეს მაგას გმირობად ვერ მონათავ. თუმცა ძალიან მაგარი ნაბიჯი არის შენთვის, როგორც აღნიშნე რა. ხო და დავიშვებოთ მაყურებელს. ამასობაში ნენელა. შენ დაიმშვიდობე? მე ხო ისე ბოლოს ვიტყვი, რომ თუ ვინმეს გაქვთ მსგავსი პრობლემა, აი ძალიან ისე შეგიძლიათ მომმართოთ, რა ვიცი, და ჩემ აი ამ მაგ შემოქეიფარ ჭეშმარიტი ხო? ხო, აი Facebook-ზე ცოტა რთული საფონელი ვარ, მაგრამ ნუ ვიპოვეთ რა. იქ არის სხვათა შორის მითითებული ჩემი Facebook name-იც. და რა ვიცი, 100% თქვენ გვერდზე ვარ და ნებისმიერი დამოკიდებულება დამარცხებადი არის. ნებისმიერი დამოკიდებულებას აქ რაღაც ჩასაჭიდი, რომელსაც შეუძლია რომ გამოგვიყვანოს ამ დამოკიდებულებიდან და აბსოლუტურად მთელი რაღაცა გულით და სულით გისურვებთ და თქვენი ძალისხმევით რომ გამოსულიყავთ ამ ყველაფრიდან და ძალიან დიდი მადლობა რომ მოგვისმენთ. ხო, მე იმას დავამატებ, რომ ყველას წარმატებას გისურვებთ, ვინც ახლა ამ ბრძოლაში ხართ. და მე მაინც ვიტყოდი, რომ გმირობაა, მიხედავთ რომ ლევანესი არ თქვის, რომ აი შეგიძლია რომ ადამიანმა შენ თავს თვალი გაუსწორო. შენ შეცდომებზე პასუხისმგებლობა აიღო, არ შეგეშინდეს, არ დაიმალო და გააჩერო. და მადლობა ყველას, ვინც გაჩერდით და ვინც ხებს დაეხმარებით და პირველ რიგში თქვენ თავს. და სხვებს ყველას უსურვებდი, რომ ანუ სამყაროს უსურვებდი, რომ ტოტალიზატორები, კაზინოები და მსგავს დაწესებულებები საერთოდ არ იყოს და აი ვირუსისგან დაცლილი იყოს მთელი სოფლიო.